მოგესალმებით მეგობრებო, ქრისტე აღსდგა გილოცავთ აღდგომას. შემოდით, დიდი ხანია არ მქონია ლაივები. შეიძლება ითქვას ორ კვირაზე მეტია, ხო? ხო. ორ კვირაზე მეტი არ მქონია ლაივები. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე. დატვირთული გრაფიკიდან, მაგრამ დაგიბრუნდით მეგობრებო და ახლა ვისაუბროთ იმ ასპექტებზე, იმ პლანეტარულ ტენდენციებზე, რაც გვაქვს, თან კომპიუტერთაც ვარ შემოსული, რომ თუ რამე კითხვები დავინახო. კი ბატონო. მოკლედ, ჩვენ რომ საუბრობთ წინა ლაივში აპრილის ენერგიებზე, რა თქმა უნდა ვახსენეთ, რომ აქ იქნება ისეთი რთული როგორც მარტი, იმიტომ რომ მარტში გქონდა უნიშნელოვანი პლანეტარული დაბნელება ამ შემთხვევაში და იყო საკმაოდ მძიმე დღე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღარ გვაქვს ახლა პლანეტარული რეტროგრადულობა და აპრილის თვეში შეიძლება წამოწყებები, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აქ ნიუანსი ის, რომ გვაქვს უკვე პლუტონის ნეგატიური ასპექტირება, რაც თავისთავად ზრდის შფოთიანობას, ზრდის ნეგატიურ აზრებს და რა თქმა უნდა სიკვდილიანობის ხარისხის გაზრდილია ეს პერიოდი სწორედ მზე პლუტონის და მარსი პლუტონის დაპირისპირებით. ანუ საკმაოდ აგრესიული პერიოდია ახლა. შესაბამისად თქვენ თუ გრძნობთ რომ ან შფოთი გაქვთ დავუშვათ, ხო ან ნეგატიური აზრები, ეს ყველაფერი არის ზუსტად ამ ასპექტების გავლენით. ამიტომ მაქსიმალურად შევიცადოთ ახლა ვიმედიტიროთ, ვიყოთ მშვიდად, ხო ეს შინაგანი სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ შევიდეთ კონფლიქტებში. იმიტომ რომ ამის პროვოკაციები არის ახლა ხო პლანეტარულად. იმიტომ რომ გვაქვს მარსი პლუტონის დაპირისპირება და მზე პლუტონის დაპირისპირება. როდესაც ეს ორი მასტოდონტი პლანეტა ხო მზე და მარსი არის დაპირისპირებული პლუტონთან, ხო ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ ეხლა უბედური შემთხვევების რისკი ძალიან დიდია. ძალიან დიდი, ამიტომ იყავით მაქსიმალურად ფრთხილად. არ გვინდა ექსტრიმი, მithumetas თუ მძღოლი ხართ დაუშვათ, ხო? ვიყოთ ფრთხილად. არ არის მარტივი პერიოდი ზუსტად აქედან გამომდინარე. და კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი, რომ დღეიდან, ანუ 20 აპრილიდან მზე შევიდა კუროში მეგობრებო, ანუ კუროებისთვის კარგი პერიოდია ახლა. კუროებისთვის, დღისრხებისთვის, ქალწულებისთვის, ხო, მიწის ნიშნების პერიოდი დადგა უკვე და ყველა კუროს, წინასწარ ვილოცავ დაბადების დღეს, ხო? და ვისაც დღეს აქვს, დღეს გილოცავთ. აღდგომასთან ერთად დაბადების დღეს. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო პერიოდია ნეპტუნის შეერთებები, მეგობრებო, ისევ გრძელდება, ხო, პლანეტარული, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენში იქნება უფრო ფანტაზიები წარმოსახვა, ამავდროულად დეპრესიულობა, შემოქმედებითი საწყისები გააქტიურებული და უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ სიზმრებს, იმიტომ რომ ეხლა საკმაოდ ისეთი წინასწარმეტყველური სიზმრები დაგესიზმრებათ ნეპტუნის შეერთებები რომ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ერთგვარი დეპრესიული ფონიც იცის ძალიან, ხო, ეს უიმედობა, დეპრესიული ფონი იცის ნეპტუნის ამ ასპექტირებამ და ესეც მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ, ხო? რომ არ უნდა ავყვეთ ამ შინაგან დეპრესიას და მithumetas შფოთიანობას. ახლა პლუტონის ასპექტები რო გვაქვს და ნეპტუნის აქტიურად იქნება შფოთიანობა და ეს დეპრესიები. რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მარტივად გავიაროთ ეს პლუტონის ნეგატიური ასპექტირება, ხო? მზე პლუტონის დაპირისპირება გვაქვს და მარსი პლუტონის. პირველ რიგში სპორტი, ფიზიკური აქტივობები ძალიან კარგია. იმისთვის რომ ეს ენერგიები დაიწვას, ხო, ანუ ერთგვარი სუბლიმირება მოხდეს. ამავდროულად ძალიან კარგი არის მედიტაციები, წმენდითი პრაქტიკები, ლოცვებით, თუ გინდათ, კი ბატონო, ძალიან კარგია. იმისთვის რომ ჩვენი ეს ემოციური ფონი მაქსიმალურად დავაბალანსოთ. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, პლუტონს გვაქვს შინაგანი ნგრევები და ტრანსფორმაციები და ვისაც პირად რუკაში ისედაც გაქვთ პლუტონის ნეგატიური ასპექტები, ჩემგან არ გესწავლებათ რა რთულია
პერიოდული ნგრევების და ტრანსფორმაციების გავლა. ხო, აი კონსულტაციაზე ხშირად ვისაც ეს ასპექტები აქვს განვიხილავთ ხოლმე, აი როგორ შეიძლება ადამიანმა გაიაროს მარტივად ეს პლუტონისეული ნგრევები, ხო და პიროვნული სიღრმისეული ტრანსფორმაციები. ამიტომ თქვენს პირად რუკაში თუ გაქვთ მით უმეტეს მზე პლუტონის დაპირისპირება და მარსი პლუტონის ახლა დუბლირება ხდება, ხო? რომ ცისკაბადონზეც გვაქვს ეს ასპექტი, თქვენს გაქვთ და ორმაგად იგრძნობთ ამას, რა თქმა უნდა. შესაბამისად, იმისთვის რომ მარტივად გავიაროთ, გვჭირდება რა? შევეწინააღმდეგოთ აი ამ შინაგან ნგრევებს და ცვლილებებს, რაც ხდება თქვენში. პლუტონის მთავარი მიზანი რა არის? კი არ დაგანგრიოთ მაინც, არამედ მოიტანოს თქვენში პიროვნული ტრანსფორმაცია და ცვლილება. და კი, თუ საჭირო იქნება დაგანგრევთ, მაშინ თუ შეეწინააღმდეგებთ. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია, რომ შეწინააღმდეგებას პლუტონთან არ აქვს არანაირი აზრი. როდესაც პლუტონი მოდის თავისი ენერგიების და გვეუბნება, რომ აი ხა შენ უნდა შეიცვალო, თუ შეეწინააღმდეგები დაგანგრევს. შეიძლება მოკლას კიდეც, ხო? ანუ ეს სიკვდილის ენერგიებია რეალურად პლუტონი. ამიტომ საბოლოო ჯამში არ ვეწინააღმდეგებით აი ამ შინაგან ტრანსფორმაციებს. უნდა მიიღოთ და გახდეთ ერთგვარი დამკვირვებელი. აი მაშინ მარტივად გაივლით ამ პერიოდში შფოთვის გარეშე. იმიტომ რომ თვითონ ეს კონცეფცია რომ განვიხილოთ, რატომ არის ადამიანში შფოთი და ნეგატიური აზრები, როდესაც ჩვენი ფსიქიკა ეწინააღმდეგება ცვლილებებს და ვერ იღებს მას, ხო? არ უნდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მაშინ ხდება შფოთვა. ეს არის ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმი ფსიქიკის, ხო? ფსიქოლოგიაც რო ჩართოთ. შესაბამისად, უნდა მივიღოთ ახლა ის ტრანსფორმაციები და ცვლილებები, რაც არის. რა თქმა უნდა, ეს სოფლიო პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხება, ეს ჩვენს პირად ცხოვრებასაც შეეხება, ჩვენს მენტალურ მდგომარეობასაც, ანუ ყველა სფეროში იქნება გარკვეული დოზის ტრანსფორმაციები და ცვლილებები, იმიტომ რომ ტრანსფორმაციული ასპექტები გვაქვს ახლა ცისკაბადონზე მეგობრებო პლუტონის. და კიდევ გვაქვს მზე მარსის დაპირისპირება, რაც ასევე ზრდის აგრესიულობას და კონფლიქტურობას. მოკლედ, საკმაოდ კონფლიქტური ასპექტებია ახლა ცისკაბადონზე, დეპრესიული, მოიტანს შფოთს და კონფლიქტურობას. და რა თქმა უნდა, გვაქვს კიდევ აი ვენერა იუპიტერის დაპირისპირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამავდროულად გვინდა აღიარება და გვინდა ჩვენი სიმართლის დამტკიცება, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. ამიტომ საკმაოდ ბევრი ცდუნებაა ეხლა რომ იყოს კონფლიქტები. ამიტომ მაქსიმალურად ეხლა ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია და გაფრთხილებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს გაითვალისწინოთ, ხო? რომ არ არის მარტივი პერიოდი და უამრავი აგრესიული ასპექტი გვაქვს ცისკაბადონზე და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ეხლა თავი შევიკავოთ, ხო, კონფლიქტებისგან, იმიტომ რომ ეს კონფლიქტები იქნება ძალიან უაზრო რეალურად და შეიძლება რაღაცა წვრილმანზეც კი მოხდეს, ამიტომ არ გვინდა ეხლა პროვოკაციებს აყოლა, ხო? ამავდროულად საკმაოდ კარგი პერიოდია წამოწყებებისთვისაც, რატომ? იმიტომ რომ აღარ გვაქვს ეს ვენერას რეტროგრადულობა და მერკურის რეტროგრადულობა, რაც გქონდა დაუშვათ მარტის თვეში, ხო? კონკრეტულად 12 აპრილს დამთავრდა ვენერას რეტროგრადულობა და 7 აპრილს დამთავრდა უკვე მერკურის რეტროგრადულობა. ამიტომ მე მახსოვს წინა ლაივშიც ვთქვი, რომ 12 აპრილის მერე უკვე შეიძლება დაუშვათ ოპერაციებიც, შენაძენებიც, ახალი წამოწყებები. ანუ ეხლა ახალი წამოწყებებისთვის კარგი პერიოდია. უბრალოდ შევეცადოთ, რომ არ ავყვეთ აი ამ პროვოკაციებს, ხო? აი ამ პროვოკაციებს კონფლიქტზე, ხო? ეს მნიშვნელოვანია აქ და რა თქმა უნდა ეს გვეხება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ეხება მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებსაც. საკმაოდ ისეთი დაძაბული გარემოა ახლა ნამდვილად აი ასპექტებს რომ ვუყურებ. აი ნამდვილად ისეთი პროვოკაციული ასპექტებია და ახლა ყველას მეტი დიპლომატია გვმართებს. კიდევ რა არის აქ მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ? კი, ვთქვით რომ მზე უკვე ყუროშია, ყუროების პერიოდია და ვის აქვს ენერგიის დაქვეითების პერიოდი? ახლა ტყუპებს და მორიელს. აი ამ ორ ნიშანს ერთი თვით აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი. ტყუპები და მორიელი. ამიტომ იმუნიტეტი უფრო შესუსტებული იქნება, შეეცადეთ რომ მეტი დაისვენოთ. ეს ეხება ამ ორ ნიშანს კონკრეტულად, ხო? ეხლა მარსი გვაქვს ლომში დაბრუნდა ახლა ისევ და საკმაოდ ისეთი საინტერესოა, რომ მარსი ლომში და მზე ყუროში. ორივე ფიქსირებული ხარისხის ნიშანი და ვთქვით, რომ მზე მარსის დაპირისპირებაც გვაქვს. ამიტომ სერიოზული კონფლიქტები არის ახლა.
ვინც ხართ ლომი, დაუშვათ ან გაქვთ მარსი ლომში პირად რუკაში მით უმეტეს, ხო, ან ვენერა ლომში, ხო? მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ თქვენი შინაგანი აგრესიები აკონტროლოთ, იმიტომ რომ საკმაოდ აგრესიული პერიოდია ახლა თქვენთვის, ხო? ამიტომ ყველა ლომს მივმართავ მაქსიმალური ფიზიკური აქტივობებისკენ, ხო? იმისთვის, რომ ეს ენერგია ჩვენ გამოვიყენოთ არა ჩხუბში და კონფლიქტებში და თვით დამკვიდრებაში, არამედ გამოვიყენოთ დაუშვათ აი ჯანმრთელობის კუთხით, ხო? აი ტონუსში რომ იყოთ, ან გამოვიყენოთ აი რაღაცა მიზნების მისაღწევად, ხო? ანუ ეს ფოკუსი რომ შევუცვალოთ ამ ენერგიას, იმიტომ რომ ვიმეორებთ მარსი გვაქვს ლომში, ხო? ანუ ეს ბრძოლის უნარიანობის პლანეტა, აგრესიის ომის პლანეტა და ამავდროულად ქმნის დაპირისპირებას როგორც პლუტონთან, ასევე მზესთან. ამიტომ საკმაოდ აგრესიული პერიოდია ახლა განსაკუთრებით ლომებისთვის, განსაკუთრებით და ვისაც პირად რუკაში აქვს მარსი ლომში მით უმეტეს, ხო? აი თქვენი ტრანზიტული რუკა რომ იცოდეთ იქ გამოჩნდება, რა თქმა უნდა, ამ ასპექტის გავლენა ინდივიდუალურად თქვენზე. საკმაოდ საინტერესო პერიოდია ეს ვენერა ნეპტუნის შეერთება და ვენერა გვაქვს ჯერ კიდევ 30 აპრილამდე თევზებში, ამიტომ რა თქმა უნდა შემოქმედებითი ადამიანებისთვის და ხელოვანებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია ახლა, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ დეპრესიული პერიოდიც არის ნამდვილად. ამიტომ არა ვყვეთ აი ამ დეპრესიას, მაგრამ ამავდროულად კარგი არის რომ მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ინტუიციას, ხო? როდესაც ნეპტუნის შეერთებები გვაქვს, ყოველთვის ჩვენი ინტუიცია ჩვენ გვესაუბრება. ამავდროულად ემოციური ფონიც უფრო გამძაფრებულია. ამიტომ ვისაც შეგიძლიათ ახლა დაუშვათ ცურვა, ხო, აი ცურვაზე სიარული ხა თუ შეგიძლიათ, ხო, წყლის სტიქიასთან შეხება დაუშვათ, ან მარილის აბაზანები თუნდაც რომ გაიკეთოთ, ვისაც შეგიძლიათ, იმისთვის რომ ეს ნეპტუნისეული ენერგიები დააბალანსოთ, ხო, რაც გვაქვს ახლა ცისკაბადონზე და ნეგატივისგან გავიწმინდოთ, ხო, და ეს ჩვენი ემოციური ფონი რაც მომძაფრებულია დავაბალანსოთ, ძალიან კარგია. ძალიან კარგი ახლა ცურვაც, აი წყლის სტიქიასთან შეხება დაუშვათ, ხო, შვენიერია ამ პერიოდში. ნამდვილად. მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ნეპტუნმა იცის ილუზიებიც, რა თქმა უნდა, ამიტომ უნდა შეგვეძლოს ეს თვითრეფლექსია, თვითდაკვირვება და გარჩევა, სად არის დაუშვათ ჩემი ილუზია და ფანტაზია და სად არის დაუშვათ რეალური ან საფრთხე, ან რეალურად სანერვიულო რამ, იმიტომ რომ ეხლა ნამდვილად ემოციური ფონი არის იმდენად გამძაფრებული, რომ შეიძლება ისეთ რაღაცებზეც გენერვიულებოდეთ, რომ აი მე ეს ასპექტები რო აღარ იქნება, მე იფიქრებთ, რომ აი საერთოდ რა მანერვიულებდაო. მოკლედ საკმაოდ საინტერესო პერიოდია ზუსტად აი ამ თვალსაზრისით მეგობრებო და ამ კუთხით. ეხლა რაც შეეხება სასუნთქარეობა, ახალმთვარეობა. სასუნთქარეობა მეგობრებო გქონდა უკვე და მეინ პერიოდში მართლა არ მეცალა და ვერ გავაკეთე ლაივი, მაგრამ ეხლა გვაქვს ახალმთვარეობა მალე, უკვე დაახლოებით ერთ კვირაში. 27 აპრილს გვაქვს ახალმთვარეობა. და ახალმთვარეობა რისთვის არის კარგი? ახალი ენერგიები რო შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში. ჩამოწეროთ გეგმები, ან უბრალოდ ჩამოაყალიბოთ მედიტაციის დროს თქვენ თავთან რა გეგმები გაქვთ ამ ერთი თვის განმავლობაში, რა გინდათ რომ მოიზიდოთ თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ 27 აპრილს ვაკეთებთ მანიფესტაციას, ხო, სურვილების ჩაფიქრება და მაქსიმალურად კონცენტრირება ჩვენს მიზნებზე, ჩვენს გეგმებზე. მით უმეტეს ისიც უნდა გავთვალისწინოთ, რომ ეს იქნება ახალმთვარეობა კუროში. შესაბამისად, კურო რასთან არის კავშირში? ხო, მატერიალურ სამყაროსთან, კომფორტთან, ფულთან. ამიტომ კარგია ფულის რიტუალებიც რომ გააკეთოთ, თუნდაც აი ფინანსური მანიფესტაცია რომ გააკეთოთ, აი ხო მაგაზე გამახსენდა, ბევრი იწერება გაქვს თუ არა მარაგშიო მეგობრებო, ფინანსების მოსაზრდით ჩვენი ჩხირები, აი ასე გამოიყურება, გვაქვს მარაგში, კი ბატონო ჩამოგვივიდა და შვენიერი, აი თუნდაც 27 აპრილს ვნედან კუროში გვაქვს ეს ახალმთვარეობა, კარგია რომ გააკეთოთ ფინანსური მანიფესტაციის რიტუალი. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ დავართოთ ეს ჩხირი ბოლომდე ჩაიწვას, ვთქვათ, გარკვეული სპეციალური სიტყვები, ხო, აი მე ვიზრავ ფულს, დაუშვათ მე ვარ ფულის მაგნეტი და ასე შემდეგ, ხო, პოზიტიური ფორმულირებებით, ნეგატივის გარეშე, ანუ მე არ მინდა, აი ამას არ ვამბობთ, ხო? ეს ოქროს წესია მანიფესტაციის, ამაზე სულ საუბრობ ხოლმე ჩემს ლაივებში. ამიტომ მნიშვნელოვანია აქ რომ ეს გავითვალისწინოთ, ხო?
ძალიან კარგია ზუსტადაც რომ ეს ჩხირი რომ გამოიყენოს 27 აპრილს იმისთვის რომ ფინანსური კანალები გაიხსნას და ფინანსური ბლოკები რამე თუ გაქვთ აურაზე ეს რომ მოიხსნათ და მარტივად მოიზიდოთ ფული, ხო? იმიტომ რომ აი ბევრს ნამდვილად ქონდა ეს ფინანსური ბლოკები და ჩვენი აი ამ ჩხირების სწორედ გამოყენების შემთხვევაში მართლა ეხსნებათ ხოლმე ეს ბლოკები და მე აი სულ მადლობებს გვწერენ და ბრუნდებიან და 50 ცალი მიაქვთ ზოგმა 100 ცალი წაიღო მე ეს ჩხირები იმდენად კმაყოფილები არიან. სწორი გამოყენება რას ნიშნავს? უნდა დაანთოს და ბოლომდე უნდა ჩაიწვას და კარგია მაგ დროს იფიქროთ ზუსტადაც რომ აი იმაზე რამდენი თანხა გინდათ რომ მოიზიდოთ, ხო? ფულზე იფიქროთ, რომ აი თქვენ ხართ მაგნიტი, იზიდავთ ამ ფულს, ხო? ბოლომდე უნდა ჩაიწვას. ეს არის მნიშვნელოვანი, ხო? და ამისთვის აი ფერფლმა რომ არ შეგიშალოთ ხელი, მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ესეთი დასადგამები, აი ორ ფერშია. ეხლა შავ ფერშია ასეთი დასადგამები და გვაქვს ესეთი ხის ფერი. ეს დასადგამებია და გამოყენებაც ძალიან მარტივია, ხო? აი აქ აქვს სპეციალური ნახვრეტი იმისთვის რომ აი ჩადოთ ასე ჩხირი და რომ დაანთებთ შემდგომში ასე ფერფლი იქნება აი ამ დასადგამზე და მოკლედ არ დაგესვრებათ მაგითა. ამიტომ დასადგამებიც გვაქვს მარაგში, ფინანსების მოსაზრდელი ჩხირებიც გვაქვს მარაგში და განსაკუთრებით კარგი არის რომ ეს ჩხირები გამოიყენოთ, ვისაც უკვე შეძენილი გაქვთ, გამოიყენეთ, ვისაც შეძენა გსურთ, გვაქვს საკურიერო საქართველოს მასშტაბის და ასევე უცხოეთშიც ვაგზავნით პოსტით. კარგია რომ გააკეთოთ 27 აპრილს, ხო? ეს მანიფესტაცია ფინანსური განსაკუთრებით, იმიტომ რომ კუროში გვაქვს, ხო? და კურო ფულთან და ეს მატერიალურ კეთილდღეობასთან არის კავშირში ასტროლოგიაში. ამიტომ ვხსნით ფინანსურ კანალებს ახლა ყველა, იმისთვის რომ ეს ფინანსები მოვიზიდოთ. კიდევ რაც შეეხება აურის გამწმენს ჩხირებს, აი ჩამოგვივიდა, მოკლედ აქ მაქვს ხელში საოცარი სუნიაკ, აი ალუბლის არომატია ეს, ანუ ეს არის უკვე აურის გამწმენდი ჩხირები, საოცარი არომატი აქვს და ეს არის უკვე ნაგჩამპა, ხო, აი ნაგჩამპა ინდური ყვავილი. ძალიან კარგია და კიდევ უამრავი სხვა სუნები გვაქვს, ევკალიპტი დავუშვათ, ხო? მარტყვის არომატით ჩამოგვივიდა ახლა, პაჩული, ხო? ბევრი არომატები ჩამოგვივიდა აურის გამწმენდი ჩხირების და ვისაც გინდათ შეძენა, ასევე აურის გამწმენდი ჩხირებიც მეგობრებო გვაქვს მარაგში და პალო-სანტო წმინდა ხეთს ტრადიციულად ვიყენებ ყოველდღიურად. პალო-სანტო წმინდა ხეთს გვაქვს მარაგში. რაც შეეხება სეიჯებს, მეგობრებო, სეიჯები ჩამოგვივა მაისში, მაგრამ ბევრმა გთხოვა და გადავუდეთ უკვე და გადადება თუ გინდათ, წითელიც გვექნება, ხო, რაც ავითვალისგან იცავს და იზიდავს სიყვარულს, წითელი ფერის სეიჯი, ხო, დრაკონის სეიჯი რომ ქვია, დრაკონის სეიჯი და ამავდროულად თეთრი ფერის კალიფორნიული კლასიკური სეიჯი, რომელიც წმინდავს აურას. ესეც გვექნება მაისში და ბევრმა გთხოვა და გადავდეთ უკვე. ამიტომ გადადება თუ გინდათ სეიჯების, სეიჯი არის იგივე სალბი, მეგობრებო. შალფეი სალბი ბევრნაირი სახელი აქვს. მცენარეული საკმეველია უკვე, საკმაოდ ძლიერია მართლა. უბრალოდ, ის მცენარეული არომატი აქვს კი ბატონო, მაგრამ აი ბევრ თუნდაც მანიფესტაციურ რიტუალში იყენებენ ხოლმე იმდენად ძლიერია სეიჯი ზოგადად, ანუ ცნობილია თავისი მაგიური შესაძლებლობებით სეიჯი. და გადადება ვისაც გინდათ შეგიძლიათ მოგწეროთ მეგობრებო, ჩამოგვივა მაისში და დავდებთ რა თქმა უნდა ამის შესახებ პოსტს რომ შეივსება მარაგი. წითელი ფერისაც გვექნება და თეთრი ფერის კლასიკური კალიფორნიული სეიჯი გვექნება. და ტიბეტური თასებიც მალე ჩამოგვივა კომპაქტური ზომის, აი ასეთი ზომის. ბევრი მწერს ხოლმე წკრია ლახმა რომ აქვსო, დაუკარიო. აი ასეთი გვექნება მალე. ამიტომ ტიბეტური თასიც თუ გინდათ, მაისში გვექნება და შეგიძლიათ მოგწეროთ და გადაგიდებთ. არ არის პრობლემა. და ეხლა რა თქმა უნდა ტრადიციულად დავუკრათ, მეგობრებო, და დაწერეთ რომელ ჩაკრაზე გრძნობთ ვიბრაცია. ესეც მალე გვექნება მეგობრებო მარაგში. ესე იგი მალე მეგობრებო ვენერა
შევა ვერტში 30 აპრილს. და ნუ წარმოგვიდგენი უკვე რა კომბინაცია იქნება, ესე იგი ვენერა ვერძი რომ გვექნება და მარსი ლომი. საკმაოდ ცეცხლოვანი და აქტიური პერიოდი დაიწყება უკვე ყველას ცხოვრებაში. და ძალიან კარგია ბიზნესის წამოწყება დაუშვათ, ხო, მაგრამ ვენერა ვერძის პრობლემა რა არის? შეიძლება იმპულსური დანახარჯებიც მოიტანოს მერე თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ კარგი არის რომ ერთგვარი პრაგმატიზმი არ დავკარგოთ, ხო, იმ პერიოდში 30 აპრილს რო შევა ვენერა ვერძში. საკმაოდ დინამიურ ენერგიებს შემოიტანს და ყველას მოგვინდება სიახლეები, ექსპერიმენტები და გამოვალთ აი ცოტა დეპრესიული ფონიდან, ხო, რაც გვაქვს ჯერჯერობით შენარჩუნებული ეს დეპრესიული ფონი. დაწერეთ ვინგრძნობთ აი ამ ნეპტუნის გავლენას, აი ამ დეპრესიულ ფონს, საინტერესოა რომ გავიგოთ რამდენზე მოქმედებს ეს, ხო? მალე შეიცვლება, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე თვის ბოლოს, როდესაც ვენერა შევა თევზებიდან ვერძში, მეგობრებო, და უფრო აქტიური და დინამიური პერიოდი დაიწყება და განსაკუთრებით ვერძებისთვის ფინანსურად კარგი პერიოდი დაიწყება უკვე 30 აპრილიდან და რა თქმა უნდა, ეს შეეხება სხვა ცეცხლის ნიშნებსაც, ანუ ლომებს და მშვილდოსნებს. და ხო, ვისაც არ გინახავთ, მეგობრებო, პროგნოზი რა ელის საქართველოს და იქ უკრაინაზეც ვისაუბრეთ, ტრამპზეც ვისაუბრეთ, ამერიკაზე, საქართველოზე, მოკლედ საკმაოდ საინტერესო ვიდეოა დევს ჩვენს Facebook-ზეც უკვე და YouTube-ზე კიდევ უფრო ადრე დავდეთ, ხო? ამიტომ ვისაც არ გინახავთ ეს პროგნოზი, რა ელის ჩვენს ქვეყანას და რა არის მოსალოდნელი საერთოდ მსოფლიო ასპარეზზე, ნახეთ აუცილებლად ეს ვიდეო, ხო? თუ დავუშვათ ვერ იპოვით, მე ლაივი რო დამთავრდება, ადმინები დალინკავენ კომენტარებში, ლინკი იქნება ამ ვიდეოს და ნახეთ აუცილებლად. საკმაოდ საინტერესო ვიდეოა, ხო? და ჩვენ საკმაოდ საინტერესო ის გარდამტეხ ცვლილებების პერიოდში გვიწევს ცხოვრება ყველას კოლექტიურად, ხო? საკმაოდ ისეთი საინტერესო პერიოდია, თუმცა რთული პერიოდია. ნამდვილად. აი ესეთი დეპრესიული ფონი მალე გაივლის, მეგობრებო, და 27 აპრილს არავის არ დაგავიწყდეთ გაკეთეთ მანიფესტაცია, განსაკუთრებით ფინანსური, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ არა მხოლოდ ფინანსებზე ისაუბროთ, იქ რა თქმა უნდა, ახლა წარმატებაზე, ჯანმრთელობაზე, თქვენს მიზნებზე, ხო? ანუ მაქსიმალურად, ესე იგი, რაც გინდათ რომ მოიზიდოთ, ის სურვილები ჩაიფიქრეთ. 27 აპრილს გვექნება ახალ მთვარეობა, მეგობრებო, ძალიან ძლიერი დღე მანიფესტაციებისთვის. ამიტომ არ გამოტოვოთ ეს დღე, გააკეთეთ მანიფესტაცია. და როგორც უკვე ვთქვით, ვისაც გაქვთ ჩვენი ფინანსური ჩხირები, ფინანსების მოსაზრდი ჩხირები, შეგიძლიათ დაანთოთ, იმიტომ რომ კუროში იქნება ეს ახალ მთვარეობა და ძალიან კარგი პერიოდია, ზუსტადაც რომ აი ამ მანიფესტაციებისთვის. გუშინ წინ ძალიან დეპრესიაში ვიყავი, არც ვიცოდი რატომ ვიყავიო დეპრესიაში. ხო, აი ეს არის ზუსტად აი ამ ნეპტუნის ასპექტების გავლენით, მეგობრებო. ბევრი გრძნობს ახლა ამ დეპრესიულ ფონს და ეს ნორმალურია, გაივლის, მეგობრებო. ქრისტე ახლა გილოცავთ ყველას, მეგობრებო, გილოცავთ აღდგომას და ვინც ვერ დაესწრო ამ ლაივს, შევინახავთ აუცილებლად ჩანაწერს და ხო, ვისაც გინდათ, მეგობრებო, ჩაწერა კონსულტაციაზე, იმ კვირიდან მუშაობთ ისევ კონსულტაციებზე, ხო, 1 საათიანი ონლაინ კონსულტაცია გასაუბრება თუ გინდათ ჩემთან, ან 2 საათიანი ონლაინ კონსულტაციებიც გვაქვს, 3 საათიანი შეგვიძლია გავაკეთოთ და გაგვიკეთებია კიდეც, ხო? მოგწერეთ პირადში, გვაქვს ადგილები იმ კვირის ბოლომდე. თუ გინდათ პირადად გასაუბრება ჩემთან და განხილოთ თქვენი პირადი რუკის, თქვენი კარმის, ჯანმრთელობის, დავუშვათ რა უნდა გააკეთოთ თქვენი პირადი რუკის მიხედვით, ხო? იმისთვის რომ უფრო წარმატებული იყოთ, უფრო ბედნიერი იყოთ, უფრო რეალიზებული იყოთ, ხო? ასევე სინასტრი, ანუ თავსებადობა პარტნიორთან დავუშვათ, ხო? პროგნოსტიკა 1 წლის ეს ყველაფერი განიხილება ერთსაათიან ონლაინ კონსულტაციაზე ჩემთან და კონსულტაციას რა დადებითი აქვს, ხო, რა პლუსიც აქვს, თქვენ გაქვთ საშუალება რომ მე გამესაუბროთ პირადად და რამეს თუ ვერ გაიგებთ, შეგიძლიათ დამისვათ კითხვები და ზუსტად ის თემები შეგვიძლია განვიხილოთ, რაც თქვენ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ასტროლოგიის ფარგლებში, ხო?
და თქვენი პირადი რუკის ფარგლებში. ამიტომ, ბევრს ურჩევნია ხოლმე ერთსათიანი ონლაინ კონსულტაცია, რომ უფრო მარტივად გაიგონ, ასე ვთქვათ, თავისი კარმა, რა მისია აქვთ და როგორ მოიზიდონ წარმატება. ამიტომ არ არის პრობლემა დაუშვათ თუ გინდათ სხვა ადამიანების პირადი რუკის განხილვა, სხვა ახლობლების. კი ბატონო, განვიხილავთ ხოლმე, უბრალოდ მნიშვნელოვანია აქ რომ დროში ჩავეტიოთ, ხო? ამიტომ ვისაც მეტი დრო გჭირდებათ, ხო? 2 საათიანი კონსულტაციებიც გვაქვს და 3 საათიანი. უბრალოდ წინასწარ უნდა გაგვაფრთხილოთ და შევთანხმდეთ, ხო? დღეზე და საათზე. ამიტომ ჩაწერა, ვისაც გინდათ ონლაინ კონსულტაციაზე ჩემთან, უნდა მოგწეროთ პირადში და ადმინები გეტყვიან რა თარიღები და რა საათები გვაქვს თავისუფალი, ხო? კი ბატონო და რა ვიცი, ბევრი საინტერესო სერვისი გვაქვს. ბედის მატრიცის ანალიზი, პირადი რუკის ანალიზი, როგორც ვიდეო ჩანაწერად, ასევე წერილობითი, ხო? პირადი რუკის ანალიზი, 1 წლის პროგნოზი, 1 წლის კალენდარი, სინასტრიანი თავსებადობა, ნუმეროლოგია, ხო? პითაგორას კვადრატს რომ განვიხილავთ იქ. ფინანსური რუკა, პროფესიული რუკა, ხო? ვისაც აინტერესებს რა პროფესია, მისთვის წარმატების მომტანი, განსაკუთრებით აბიტურიენტებს აინტერესებთ ხოლმე და გვიკვეთავენ. ჯანმრთელობის რუკაც, მოკლედ, ბევრი საინტერესო და თარიღის გამოთვლა, ხო? ვისაც უნდა საკეისრო დაუშვათ და უნდა კარგ პლანეტებზე, კარგ მთვარეზე მოხდეს ეს ყოველივე და ამოდროულად ბიზნესის დაწყება დაუშვათ ან დაოჯახების თარიღის გამოთვლა. აი, თარიღის გამოთვლა, ეგ სერვისიც გვაქვს. სერვისების ჩამონათვალი, მეგობრებო, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს გვერდზე დევს, თუ ვერ ნახავთ, მაშინ მოგწერეთ პირადში და ადმინები ჩაგიგდებენ ყველა სერვისს თავის ღირებულებით, მეგობრებო, და ვინც ახლა ვერ დაესწრო ამ ლაივს, აუცილებლად შევინახავთ ჩანაწერს, რომ შემდგომში ნახონ.